საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. ვიწყებთ ისეთი მნიშვნელოვანი და ცნობილი ოთხკუთხედის შესწავლას, როგორიც არის ტრაპეცია. ტრაპეცია განეკუთვნება ამოზნექილი ოთხკუთხედების იმ სახეობას, რომელსაც პარალელური გვერდების მხოლოდ ერთი წყვილი გააჩნია. ამ შემთხვევაში ნახაზზე წარმოდგენილი არის ABCD ამოზნექილი ოთხკუთხედი, რომელშიც BC და AD პარალელური გვერდების წყვილებს წარმოადგენს, ხოლო AB და CD არ არის ერთმანეთის პარალელური. პარალელურ გვერდებს ტრაპეციის ფუძეები ეწოდებათ, ამ შემთხვევაში BC წარმოადგენს ტრაპეციის მცირე ფუძეს, ხოლო AD ტრაპეციის დიდ ფუძეს. ხოლო AB და CD ტრაპეციის ფერდებია. ისევე როგორც ყველა ამოზნექილ ოთხკუთხედში, კუთხეების ჯამი 360 გრადუსია. ტრაპეციაშიც კუთხე A, კუთხე B, კუთხე C და კუთხე D-ს ჯამი, რა თქმა უნდა, 360 გრადუსს წარმოადგენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ BC და AD ერთმანეთის პარალელურია და წარმოვიდგენთ, რომ BC და AD არის წრფეები, რომლებიც იკვეთება AB წრფით, კუთხე A და კუთხე B ამ შემთხვევაში არის შიგა ცალმხრივი კუთხეები და ცნობილია, რომ როცა ორი პარალელური წრფე მესამეთი იკვეთება, შიგა ცალმხრივი კუთხეების ჯამი 180 გრადუსია. ამდენად კუთხე A-ს და კუთხე B-ს ჯამი 180 გრადუსია და ასევე კუთხე C-სა და კუთხე D-ს ჯამიც 180 გრადუსს წარმოადგენს. ანუ თითოეულ ფერდთან შექმნილი კუთხეების ჯამი 180 გრადუსის ტოლია. მოვახდინოთ ტრაპეციათა კლასიფიკაცია კუთხეების მიხედვით. კუთხეების მიხედვით განირჩევა მახვილკუთხა, ბლაკკუთხა და მართკუთხა ტრაპეციები. მახვილკუთხა ტრაპეცია, რომლის დიდ ფუძესთან მდებარე ორივე კუთხე მახვილია. ამ შემთხვევაში ეს არის კუთხე A და კუთხე D. ხოლო ტრაპეციას, რომლის დიდ ფუძესთან მდებარე კუთხეებიდან ერთ-ერთი ბლაგვია, ბლაკკუთხა ტრაპეცია ეწოდება. ამ შემთხვევაში კუთხე A არის ბლაგვი და ნახაზზე წარმოდგენილია ბლაკკუთხა ტრაპეცია. ხოლო ტრაპეციას, რომელსაც დიდ ფუძესთან მდებარე კუთხეებიდან ერთ-ერთი მართი აქვს და მაშინ შესაბამისად მცირე ფუძესთან მდებარე კუთხეს ასევე მართი აღმოჩნდება, ვეძახით მართკუთხა ტრაპეციას, რომელიც ასევე ხშირად განიხილება სხვადასხვა სახის ამოცანებში. თუ მოვახდენთ ტრაპეციათა კლასიფიკაციას გვერდების მიხედვით, ტრაპეციები შეიძლება დავყოთ ტოლფერდა და არატოლფერდა ტრაპეციებად. ტრაპეციას, რომლის ფერდებიც ერთმანეთის ტოლია, ტოლფერდა ტრაპეცია ეწოდება. გავეცნოთ ტოლფერდა ტრაპეციის მნიშვნელოვან თვისებებს. პირველი თვისება შემდეგში მდგომარეობს. ტოლფერდა ტრაპეციაში ფუძესთან მდებარე კუთხეები ტოლია. მოცემულია ABCD ტრაპეცია, რომელიც ტოლფერდაა, AB და CD წარმოადგენენ ერთმანეთის ტოლ ფერდებს. უნდა დავამტკიცოთ, რომ კუთხე A და კუთხე D ერთმანეთის ტოლია და ასევე კუთხე B და კუთხე C-ც ერთმანეთის ტოლია. B და C წვერუებიდან დაუშვათ BE და CF-ი, რომლებიც წარმოადგენენ ფუძეების საერთო მართობებს. ფუძეების საერთო მართობებს ტრაპეციაში უწოდებთ ტრაპეციის სიმაღლეს, ანუ BE და CF-ი ამ შემთხვევაში B და C წვერუებიდან დაშვებული სიმაღლეებია. შედეგად შეიქმნა ორი სამკუთხედი ABE და CFD. განვიხილოთ ეს ორი სამკუთხედი, რომლებიც ორივე მართკუთხა სამკუთხედს წარმოადგენს, კუთხე E და კუთხე F-ი 90 გრადუსის ტოლია. რადგან ეს ტრაპეცია ტოლფერდა AB უდრის CD-ს და რადგანაც EBCF შექმნილი ოთხკუთხედი წარმოადგენს მართკუთხედს, ბუნებრივია BE და CF, როგორც მოპირდაპირე გვერდები, ასევე ერთმანეთის ტოლია, რის შედეგადაც მართკუთხა სამკუთხედების ტოლობის ნიშნიდან გამომდინარე, ეს ორი სამკუთხედი ABE და CFD ერთმანეთის ტოლია, მაშინ კუთხე A უდრის კუთხე D-ს, ანუ დიდ ფუძესთან მდებარე კუთხეები ერთმანეთის ტოლია. ჩვენ ვიცით, რომ კუთხე A-სა და კუთხე B-ს ჯამი 180 გრადუსია, რის შედეგადაც კუთხე B გამოისახება როგორც 180 გრადუს გამოკლებული კუთხე A. ანალოგიურად კუთხე C გამოისახება როგორც 180 გრადუს გამოკლებული კუთხე D
და რადგან ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ კუთხეა და კუთხე-D ერთმანეთის ტოლია, ბუნებრივია, კუთხე-B და კუთხე-C-ც ერთმანეთის ტოლი იქნება. ანუ აღმოჩნდა, რომ მცირე ფუძესთან მდებარე B და C კუთხეებიც ერთმანეთის ტოლია. ამდენად დამტკიცდა, რომ ტოლფერდა ტრაპეციაში ფუძესთან მდებარე კუთხეები ტოლია. მეორე თვისება, რომელიც ტოლფერდა ტრაპეციასთან შეგვიძლია მოვიყვანოთ, ეს არის, რომ ტოლფერდა ტრაპეციაში დიაგონალები ტოლია. გავიხსენოთ, რომ ანალოგიური თვისება დიაგონალების ტოლობისა ჰქონდა მართკუთხედის შემთხვევაშიც. როგორც ხედავთ, დიაგონალების ტოლობა არ განსაზღვრავს ოთხკუთხედის სახეობას. შესაძლებელია, რომ ოთხკუთხედს დიაგონალები ტოლი ჰქონდეს, მაგრამ ის არ წარმოადგენდეს მართკუთხედს და წარმოადგენდეს, თქვა, ტოლფერდა ტრაპეციას. დავამტკიცოთ, რომ AC და BD დიაგონალები ერთმანეთის ტოლი დიაგონალებია. აქაც განვიხილოთ ორი სამკუთხედი ABD და ACD. ამ სამკუთხედებში AB და CD ტოლი გვერდების წყვილს წარმოადგენს, რადგანაც ტრაპეცია ტოლფერდაა. AD გვერდი ამ ორ სამკუთხედს საერთო აქვთ და უკვე დამტკიცებული წინა თეორემის მიხედვით ფუძესთან მდებარე კუთხეები, ანუ კუთხეა და კუთხე-D ერთმანეთის ტოლია. თუ გამოვიყენებთ სამკუთხედების ტოლობის ცნობილ ნიშანს ორი გვერდითა და მათ შორის მდებარე კუთხის მიხედვით, ABD და ACD სამკუთხედი ერთმანეთის ტოლი აღმოჩნდება, შედეგად გამოვიდა, რომ მაშინ შესაბამისი გვერდები AC და BD ამ ორ სამკუთხედს ტოლი აქვს, ანუ ტოლფერდა ტრაპეციაში დიაგონალები ერთმანეთის ტოლია. განვიხილოთ რამდენიმე ამოცანა, რომლებშიც გამოვიყენებთ ტრაპეციის ზემოთ აღნიშნულ თვისებებს. პირველი ამოცანა შემდეგში მდგომარეობს. მოცემული გვაქვს ტოლფერდა ABCD ტრაპეცია, რომლის ფერდები AB და CD ტოლი არის 12 სანტიმეტრის, ხოლო დიდი ფუძე AD არის 24 სანტიმეტრის ტოლი. დიდ ფუძესთან მდებარე კუთხეები, კუთხეა და კუთხე-D 60 გრადუსია, უნდა ვიპოვოთ მცირე ფუძის BC-ს სიგრძე. დავუშვათ B და C წვეროებიდან სიმაღლეები AD გვერდზე, BM და CN წარმოადგენენ AD-ზე დაშვებულ მართობებს. თუ განვიხილავთ შექმნილი სამკუთხედებიდან, რომლებიც ერთმანეთის ტოლია, ერთ-ერთს, ვთქვათ, ABM სამკუთხედს, რომელშიც კუთხე M არის 90 გრადუსი და კუთხე A არის 60 გრადუსი, ადვილი დასადგენია, რომ მაშინ მესამე კუთხე, კუთხე ABM ამ სამკუთხედში არის 30 გრადუსის ტოლი. AB ჰიპოტენუზას წარმოადგენს და სიგრძით 12 სანტიმეტრის ტოლია და მართკუთხა სამკუთხედში თუ გამოვიყენებთ 30 გრადუსიანი კუთხის თვისებას, რომლის მიხედვითაც 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათეტი ჰიპოტენუზის ნახევარია, აღმოჩნდება, რომ AM ტოლი არის 12 შეფარდებული ორთან, ანუ 6 სანტიმეტრის. ანალოგიურად სამკუთხედ CND-შიც ND არის ასევე CD-ს ნახევარი და ისიც 6 სანტიმეტრია. მაშინ MN მონაკვეთის გაგება ადვილად შეგვიძლია, თუ AD მონაკვეთის სიგრძეს გამოვაკლებთ AM-ისა და ND-ს ჯამს, ანუ 24-ს გამოვაკლებთ 6-ისა და 6-ის ჯამს და აღმოჩნდება, რომ MN მონაკვეთის სიგრძე 12 სანტიმეტრია. MBCN მართკუთხედს წარმოადგენს, მაშინ მოპირდაპირე გვერდები, რა თქმა უნდა, ერთმანეთის ტოლია, ამიტომ BC და MN ერთმანეთის ტოლია და მაშინ BC-ს სიგრძე აღმოჩნდა, რომ 12 სანტიმეტრია. განვიხილოთ კიდევ ერთი ამოცანა, ამჯერად მართკუთხა ტრაპეციის შესახებ. მოცემული გვაქვს ABCD მართკუთხა ტრაპეცია, რომელშიც კუთხეა და კუთხე-B მართკუთხედს წარმოადგენს და ცნობილია, რომ ამ ტრაპეციის ორი კუთხის ჯამი 120 გრადუსია. ბუნებრივია, რომ ტრაპეციაში, მართკუთხა ტრაპეციაში ჯამში 120 შესაძლებელია იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მართი და ერთი მახვილი კუთხე. 120 გრადუსი ვერ იქნება, რა თქმა უნდა, ბლაგვი და მართი კუთხის ჯამი, ასევე ვერ იქნება კუთხე-C და კუთხე-D, რადგან მათი ჯამი ცნობილია, რომ 180 გრადუსია, ანუ კუთხეა და კუთხე-D-ს ჯამი არის მხოლოდ შესაძლებელი, რომ იყოს 120 გრადუსის ტოლი, საიდანაც ძალიან მარტივად დგინდება, რომ კუთხე-D 30 გრადუსიანი კუთხეა. ცნობილია ამ ტრაპეციის მცირე ფერდი 10 სანტიმეტრის ტოლია და უნდა ვიპოვოთ დიდი ფერდი CD. ამისათვის C-დან დავუშვათ მართობი დიდ ფუძეზე CK. შეიქმნა ABCK ოთხკუთხედი, რომელიც მართკუთხედს წარმოადგენს და რა თქმა უნდა, მაშინ AB და CK ერთმანეთის ტოლია და თითოეული მათგანი 10 სანტიმეტრია.
ეხლა თუ განვიხილავთ სამკუთხედ CKD-ს, მაშინ კუთხე K 90 გრადუსია, კუთხე D 30 გრადუსია, ხოლო CK, როგორც უკვე აღნიშნეთ, არის AB სტოლი და 10 სანტიმეტრია. ისევ გამოვიყენოთ 30 გრადუსიანი კუთხისთვის მართკუთხა სამკუთხედში, რომლის მიხედვითაც ჰიპოტენუზა CD ორჯერ უფრო გრძელია ვიდრე 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე CK კათეტი, ამიტომ CD უდრის ორჯერ CK-ს და შედეგად მიიღება, რომ CD ტრაპეციის დიდი ფერდი არის 20 სანტიმეტრის სიგრძის მქონე. განვიხილოთ კიდევ ერთი ამოცანა. ABCD ტოლფერდა ტრაპეციაში AC დიაგონალი აკუთხის ბისექტრისას წარმოადგენს. ცნობილი არის ამ ტრაპეციის პერიმეტრია 13.2 სანტიმეტრი და ასევე ცნობილია, რომ დიდი ფუძის შეფარდება ფერდთან ტოლი არის 5-2-თან შეფარდებისა. უნდა ვიპოვოთ ტრაპეციის გვერდები. რადგანაც AC დიაგონალი წარმოადგენს აკუთხისათვის ბისექტრისას, ის აკუთხეს შუაზე ყოფს და კუთხე პირველი და კუთხე მეორე ერთმანეთის ტოლია. ასევე თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ BC და AD ერთმანეთის პარალელური წრფეებია, რომლებიც იკვეთება AC-ით, ამ შემთხვევაში შექმნილი შიგაჯვარედინა კუთხეები, კუთხე მეორე და კუთხე მესამე ერთმანეთის ტოლია. აქედან გამომდინარე, კუთხე პირველი მაშინ უდრის კუთხე მესამეს და აღმოჩნდა, რომ ABC სამკუთხედში ორი კუთხე ერთმანეთის ტოლია. მაშინ რა თქმა უნდა ABC სამკუთხედი არის ტოლფერდა და AB ტოლია BC-ს. ანუ აღმოვაჩინეთ, რომ მცირე ფერდი არის ამ ტრაპეციაში მცირე ფუძე ფერდების ტოლი აღმოჩნდა. ანუ AB, BC და CD სამივე ერთმანეთის ტოლი გვერდებია და თითეული მათგანი შეგვიძლია 2x-ით აღნიშნოთ, რადგანაც AD-ს AB-სთან შეფარდება არის 5-2-თან შეფარდების ტოლი, ხოლო დიდი ფუძე AD ჩავთვალოთ, რომ 5x-ის ტოლია. ცნობილი არის პერიმეტრი ტრაპეციისა, ამიტომ AB-ს, BC-ს, CD-ს და AD-ს ჯამი გამოვა 11x-ის ტოლი და ამოცანის პირობით ეს არის 13.2 სანტიმეტრი. აქედან x-ი ტოლი არის 13.2 გაყოფილი 11-ზე, რაც გვაძლევს 1.2-ს. აქედან უკვე ძნელი აღარ არის იმის გაგება, რომ AB, BC და CD ტოლი არის 2 გამრავლებული 1.2-ზე და თითეული მათგანი 2.4 სანტიმეტრია, ხოლო დიდი ფუძე AD არის 6 სანტიმეტრის სიგრძის მქონე გვერდი. ამგვარად ჩვენ გავეცანით ტრაპეციას, საზედ მნიშვნელოვან ამოზნექილ ოთხკუთხედს, მოვახდინეთ მისი კლასიფიკაცია, გავეცანით ზოგიერთ თვისებას. ვფიქრობ, ამის შემდეგ თქვენ არ გაგიჭირდებათ დამოუკიდებლად შეასრულოთ შემდეგი დავალება. პირველი ასეთი ამოცანა გვაქვს დავალებაში. ტოლფერდა ტრაპეციის სამი კუთხის ჯამი 310 გრადუსია, იპოვეთ ამ ტრაპეციის კუთხეები. მეორე, ტოლფერდა ტრაპეციის ფუძეებია 13 სანტიმეტრი და 28 სანტიმეტრი. მახვილი კუთხე 60 გრადუსია, უნდა ვიპოვოთ ტრაპეციის პერიმეტრი. და ბოლოს მესამე ამოცანა, ტოლფერდა ტრაპეციის AD ფუძე 20 სანტიმეტრია, ხოლო პერიმეტრი 57 სანტიმეტრის ტოლია. AC დიაგონალი აკუთხის ბისექტრისას წარმოადგენს, უნდა ვიპოვოთ ტრაპეციის ფერდები. ამით ჩვენი გაკვეთილი დასრულებულია, გისურვებთ წარმატებებს.